ხდება მე-11-მე-12 საუკუნის წყაროებში ჩდება და ნიშნავს დიდ ველს, ანუ დიდ უბეს, ეს იყო გაშლილი დაბლობი ადგილი, იმ პერიოდის სიგელ გურჯებშიც მოხსენიებულია როგორც დუბე, ანუ დაბალი ადგილი და ამ ტერიტორიას აქვს ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ისტორია და მასალა, არქეოლოგიური მასალა, გათხრები წარმოებდა 1930-იან წლებში და აღმოჩენილია ნამოსახლარი, რომელიც არის მტკვარ-არაქსის კულტურის დროინდელი, არის თქვა თუ ამრავი ჭურჭელი, იქ სხვადასხვა იარაღები და ასე შემდეგ, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა რაღაცა სპეციფიური კულტურის მქონე ხალხი, რომლის შესახებაც უფრო მეტის გაგება, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა. ეხლა რაც შეეხება თუ დავეყრდნობით მაგალითად აი სხვა მასალებს, ვახუშტი ბატონიშვილს მაგალითად, ამ ტერიტორიას ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ცხენისტერფი ერქვა თურმე. ცხენისტერფი შესაძლოა იმიტომ რქმეოდა, რომ თქვათ იყო გაშლილი ადგილი და ეს იყო ჯირითისთვის, საღლუმებისთვის განსაზღვრული ადგილი. და აი მე-19 საუკუნეში რაც ნამდვილად ვიცით, მართლა ტარდებოდა იქ საცხენოსნო რაღაცა შეჯიბრებები და ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრს დაესწრო 1837 წელს თბილისში საკუთარ გუბერნიაში ჩამოსული იმპერატორი ნიკოლოზ I. სხვა დანარჩენი წყაროები, ანუ რაზეც ჩვენ საუბრობთ, მაინც არის კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ამბავი, რაც დიდუბეს უკავშირდება, ეს არის ის, რომ ქართლის ცხოვრების ცნობით, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მეფეთა საზაფხულო სასახლე, ხა კონკრეტულად სად იყო ეს სასახლე, ამის შესახებ ინფორმაცია თავისთავად არ გვაქვს და ეკლესია, რომელიც დიდუბის ეკლესიას ვეძახით დღეს, ეს ეკლესია ამავე ცნობებით დგას იმ ეკლესიის ადგილზე, სადაც ჯვარი დაიწერა თამარ მეფემ და დავით სოსლანმა, ეს მეორე ქორწინება 1189 წელს. თუმცა რატო შეგვიძლია თქვათ, რომ მაინც დადასტურებულად რატო არ შეგვიძლია ამის თქმა. ქართული წყაროებში ეჭვიშეტანის საფუძველს რა გვაძლევს? წყაროები არ არის თანადროული. როდესაც მაგალითად ეხლა შამთაღწერელი თქვათ იგივე თუნდაც ვახუშტი ბატონიშვილი წერს 700 წლის წინანდელ ამბებს, 500 წლის წინანდელ უფრო ძველ ამბებს, როცა წერს, რთულია ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მივიჩნიოთ ამა თუ იმ ისტორიკოსების ნათქვამი. ამიტომაც აი მე მჯერა, რომ კიდევ გაგრძელდება ჩვენთან გათხრები და აღმოჩნდება აი უფრო მეტი არქეოლოგიური მასალა გვექნება ამასთან დაკავშირებით. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ის, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ ჩნდება გერმანული დასახლება. ჩვენ ამაზე ცალკე გავაკეთეთ გადაცემა 1817-18 წლებში გერმანიის სამხრეთ ნაწილიდან ვიურტემბერგელი შვაბები ჩამოდიან საქართველოში და გარდა იმისა, რომ დაახლოებით 20 დასახლება შექმნეს საქართველოში, ერთ-ერთი თბილისში იყო 2 დასახლება. ეს არის ერთი ნოიტიფლისი, რომელიც არის უფრო აღმაშენებლისკენ, ანუ იქეთ მხარეს და მეორე დიდუბის ტერიტორია, ეს არის ალექსანდერდორფი, რომელსაც ეს სახელი ალექსანდრე I-ის საპატივსაცემო დაერქვა. თქვენ ეხლა ხედავთ სახლებს, რომელიც არის ამ დიდუბის ტერიტორიაზე შემორჩენილი, ძველი გერმანული სახლების ფრაგმენტები, აი თითო ორი სახლი არის შემორჩენილი, ისიც აი ძალიან ძიმე მდგომარეობაში. ზოგადად აი გერმანული სახლები ქვეყნის მასშტაბით, არა მარტო თქვა ეხლა თბილისში, გვაქვს ძალიან ცოტა და ამას სჭირდება ყურადღება. აი აქ ხედავთ კირხეს, გერმანულ კირხეს და გერმანელების დასახლებას. ეხლა წერეთლის გამზირი, ანუ ერთ-ერთი მთავარი ქუჩა ამ დიდუბის, ესეც ძველია. მაგალითად, გერმანელების დროს ამ ქუჩას ერქვა გზა გერმანულ კოლონიაში, ესე იყო მოხსენიებული. და შემდეგ 1958 წლამდე ამ ქუჩას ერქვა ბრძოლის ქუჩა. ანუ ბრძოლის ქუჩა რატო შეიძლებოდა თქვა? ამ შემთხვევაში სულ ამბობ ვერსიებს, ანუ მტკიცებით ამის თქვა. ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ვინაიდან იყო გაშლილი სივრცე, იქ მიმდინარეობდა წვრთნები, იმიტირებული ბრძოლები და შესაძლოა თქვა ერთ-ერთი მიზეზი ეს ყოფილიყო, რომ ამ ქუჩას ერქვა ბრძოლის ქუჩა. თვითონ უბნის დასახლება ძირითადად გამოიწვია რკინიგზამ,
1870-იან წლებში ეს არის ფოთი თბილისის რკინიგზამ და აი დიდუბე გაიყო ორ ნაწილად და ის ზედამხარეს, აი დიდუბის ზედამხარეს დასახლდნენ რკინიგზის მუშები, ანუ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ანუ თვითნებურად სახლდებოდნენ და ამ დასახლებას დაერქვა ნაძალადევი, ნახალოვკა, ასე ვთქვათ, დიდუბის ზედანაწილი და საერთოდ ეს უბანი ცალკე აღებული არის უაღრესად საინტერესო. ის კი არა, ნახალოვკის რესპუბლიკაც კი ჰქონდა, ამის შესახებ შემდეგ ცალკე შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა ნახალოვკაში. და აქეთა ნაწილი უკვე გახდა ეს დიდუბის ნაწილი. როგორც ვიცით, გერმანელების თემას რო დაუბრუნდა, გერმანელები სრულად იქნენ გასახლებული 1941 წელს, მას შემდეგ რაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და მივიღეთ საბოლოო ჯამში ის დასახლება, როგორიც გვაქვს დღეს. ეხლა რაც შეეხება დიდუბის ეკლესიას, ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ თამარ მეფემ დაიწერა ჯვარი. ამ ეკლესიაში, ანუ დღეს რა ფორმითაც გვიდგას ეს ეკლესია, ეს არის აშენებული 1884 წელს. არქიტექტორი არის ჩიჟოვი, რესტავრირებულია 2007 წელს არის აღდგენილი. ის ძველი ეკლესია, რაზეც ჩვენ ესე ვსაუბრობთ, დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დაინგრა. ჯერ ერთი ეს იყო ტერიტორია, სადაც იყო უმოწყალო და ესეთი ლეკების შემოსევები, ჯერ ლეკების შემოსევების დროს განადგურდა, შემდეგ უკვე აღა მაჰმად-ხანის დროს და თქვენ ხედავთ, რომ არქიტექტურა არის, აი რუსული გუმბათი აქვს, ეს არ არის ქართული მართლმადიდებლური ტაძრებისთვის დამახასიათებელი, საერთოდ იგეგმებოდა, რომ ქონოდა ესეთი ხახვისებრი გუმბათებს რო ეძახიან, აი რამდენიმე ცრუ გუმბათი, როგორც არის დამახასიათებელი, მაგრამ შეხვდნენ რაღაც გარკვეულ წინააღმდეგობას და მხოლოდ ეს ერთი გუმბათი გაკეთდა, თვითონ არის ბაროკო რენესანსის სტილში, როგორც არქიტექტურული ძეგლი მშვენიერია და აქ წირვა გაიხსნა, ასე ვთქვათ, 1884 წლიდან. მშენებლობა მიმდინარეობდა დიდხანს ძალიან. და არ შეიძლება არ ითქვას, რომ თავარი ფულის გადამხდელი, ამას მე პირადად ვაქცევ დიდ ყურადღებას, იმ პერიოდში იყო მეცენატი გიორგი ქართველიშვილი. ეს ის ქართველიშვილია, რომლის სრული დაფინანსებით 1888 წელს გამოვიდა ვეფხისტყაოსნის აკადემიური გამოცემა, ანუ მაშინ შეიქმნა კომისია ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი და აი მთლიანად ფინანსური მხარე, აი ამ ნიშნულოვანი საქმის ეს იყო გიორგი ქართველიშვილზე და ეს ეკლესიაც არის მისი დაფინანსებით აშენებული და 1894 წლიდან 84 წლიდან უკვე ფუნქციონირებდა და პირველი მღვდელი ამ ეკლესიაში იყო კალისტრატე ცინცაძე, რომელიც მოგვიანებით გახდა უკვე კათოლიკოს პატრიარქი. ეხლა რომ გავაგრძელოთ უკვე პანთეონი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირველი პანთეონი დიდუბის. პანთეონი, ანუ საფლავი ჩდება იმ პერიოდიდან, როცა იქ ეკლესია შენდება, ანუ 1884 წლიდან იქ იყო ჩვეულებრივი საფლავი მოქალაქეებისთვის, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა სხვა საფლავებისგან, მაგრამ 1893 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, მათი დაფინანსებით, განჯიდან გადმოასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედარი და მისი დასვენება მოხდა სწორედ აი ამ დიდუბის ეკლესიის სასაფლაოზე, ანუ რომელიც შემდგომში გახდა აი ესეთი პანთეონი. ეხლა ბარათაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით იყო მთელი ამბები, იმიტომ რომ არ იყვნენ დარწმუნებულები მაშინ, რომ ნამდვილად იყო გადმოსვენებული ნიკოლოზ ბარათაშვილი, იმიტომ რომ როდესაც ჩავიდა ჯგუფი აი აქედან, ეს იყო ორბელიანი, გიორგი ორბელიანი, ქონდათ ესეთი მინიშნება, რომ ეკლესიის ეზოში იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი დასაფლავებული, იქ რო ჩავიდნენ, დახვდათ ეს ეკლესია გადასვენებული და შემდეგ ერთი დეტალი იყო ის, რომ აი სასახლის გარეშე იყო ჩასვენებული, ხა აი განჯაში სხვა წესები, ანუ პირდაპირ ისე იყო ჩასვენებული და აქედან წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეისყიდა კუბო, ასე ვთქვათ, სასახლე და ჩაიტანეს და ამ სასახლით იქნა გადმოსვენებული 1893 წელს. შემდეგში, ანუ საინტერესო ხა გამოჩნდა კიდევაც ფოტოები, საიდანაც ჩანდა, რომ 1938 წელს
მოხდა ნიკოლოზ ბარათაშვილის გადასვენება უკვე მთაწმინდის პანთეონში და აქ იყო შემთხვევა ჩატარდა ექსპერტიზა და მაშინ იყო ესეთი ვლადიმერ ჟღენტი პათანატომი, რომელმაც მოგვიანებით კათედრას ჩაუყარა საფუძველი პათანატომიის და ჩატარდა ექსპერტიზა მე შეგნებულად არ წამოვიღე ფოტოები, სადაც აი ჩანს ჩონჩხი, თავის ქალა და მთელი რიგი ძვლები და თვითონ ექსპერტიზას და ზოგადად ამ ცერემონიას ესწრებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის დიშვილი, სოფიოს შვილი, გიორგი თუმანიშვილი, თუ არ მეშლება სახელი და გვარი და აი ესეთნაირად იქნა უკვე დადასტურებულად ნიკოლოზ ბარათაშვილის მესამედ გადასვენებული მთაწმინდის პანთეონს. დიდუბის პანთეონს რაც შეეხება, ნუ კი 1893 წელს ეს იყო აპრილში დაასაფლავეს ნიკოლოზ ბარათაშვილი, თუმცა ეს პანთეონად ჯერ არ იყო, ხო, ის ჩვეულებრივ სასაფლაოდ რჩებოდა. და მისი დააჩქარა, თქვა, პანთეონად მისი გადაკეთება იმავე წლის დეკემბერში ალექსანდრე ყაზბეგის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც ამბობენ ფსიქიატრიულ კლინიკაში და მაშინ ალექსანდრე ყაზბეგი გადაასვენეს სტეფანწმინდაში, მაგრამ აი მან გაჩნდა იდეა, რომ დედაქალაქში აი ესეთი ერისკაცებისთვის, საზოგადო მოღვაწეებისთვის უნდა გაჩენილიყო სივრცე, სადაც ისინი იქნებოდნენ ერთად თავმოყრილი და ამიტომაც ცოტა მოგვიანებით 1915 წელს იგივე წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეიტანა ესეთი დადგენილება, რასაც ქვია, რომლის თანახმადაც, ანუ უნდა დიდუბის ეკლესიის აი ამ გალავანში უნდა გამოეყოთ ადგილი აი ესეთი საზოგადო მოღვაწეებისთვის. შემდგომში, მაგალითად 1915 წელს ამოვლენა მოხდა, ხა წინა მთაწმინდის პანთეონი რო განვიხილეთ, მაშინ კი ვისაუბრეთ ამაზე. 1915 წელს გარდაიცვალა აკაკი წერეთელი, მაგრამ აკაკი წერეთელი დაასაფლავეს მთაწმინდის პანთეონში, სადაც უკვე იყო ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი და სხვა პიროვნებები. იმავე წელს რამდენიმე თვის მერე გარდაიცვალა ვაჟა ფშაველა და ვაჟა გადაწყდა, რომ დიდუბის პანთეონში დაისვენებინათ. ნუ მოგვიანებით 1935 წელს ვაჟაც იქნა გადასვენებული, აქ მთელი ამბავი იყო სტალინის ჩამოსვლას დაემთხვა მაშინ ვაჟას გადასვენება. შემდგომში აი დაახლოებით 1938 წლისთვის მაშინდელმა საბჭოთა მთავრობამ ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა დაეხურა პანთეონი, იმიტომ რომ ვერ ხედავდა რა მგრძელობითი ფუნქცია შეიძლება ქონოდა აი ამ სივრცეს, სადაც იყვნენ უბრალოდ აი ესეთი ცნობილი ადამიანები დასაფლავებული და გადაწყდა პანთეონის დახურვა, რასაც მოყვა ძალიან დიდი წინააღმდეგობა განსაკუთრებით აკადემიურ წრეებში, ეს იყო ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი და სხვა ბევრი გერონტი ქიქოძე თუ არ მეშლება, იყვნენ გააპროტესტეს და შეიცვალა გადაწყვეტილება. ანუ პროტესტმა გამოიღო შედეგი და 1938 წელს უკვე ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, რომ საფლავისთვის გაეკეთებინათ გალავანი და პრაქტიკულად დაიწყო ახალი საფლავის, ახალი პანთეონის ფორმირება. და გამოიყო სპეციალური კომისია, ნუ წინა კომისია დამავიწყდა პირველად, როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წარადგინა ეს კანონი, კომისია შეიქმნა დიდუბის პანთეონის მომწყობი, აი ლასხიშვილი შედიოდა, მაგალითად იაკობ ნიკოლაძე, ანატოლი კალგინი, ეს ადამიანები შედიოდნენ ამ კომისიაში. ხოლო როდესაც 38 წელს შეიქმნა ეს ცალკე ახალი პანთეონი, ქალაქის საბჭომ აღმოაჩინა, რომ შიგნით არიან ისეთი მიცვალებულები, რომლებიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. მაგალითად, იქ უნდა დაკრძალულიყო ლიტერატურის დარგში, მეცნიერების თუ ხელოვნების დარგში რაღაცა მიღწევები. მოქალაქეები თავიდან ვინც იყვნენ, ხო, პირველი ადამიანები და შეიქმნა ეგრეთ წოდებული უცხოთა სიები, უცხო საფლავთა სია და ამ საფლავის თავში მოხვდნენ დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ბორაკიშვილი მოხვდნენ თავში. და ჩვენ მწერალთა სახლის მუზეუმში არის წერილი, წამოვიღე ეს წერილი, რომელიც 1939 წელს ქალაქის საბჭომ გაუგზავნა ამხანაგ ფორაქიშვილს. იმიტომ რომ ეს იყო ადამ ფორაქიშვილი, მემკვიდრე სხვა არ ყავდა მაშინ. არავინ, რა თქმა უნდა, არ დარჩა. სარაჯიშვილს და სთხოვდნენ ცხედრების 10 დღეში გადასვენებას. და აქ ერთი ძალიან საჩოთირო ამბავია, მაშინ ჯერ კიდევ, როდესაც გარდაიცვალა
ეკატერინე ფორაქიშვილი 1916 წელს ადამ ფორაქიშვილმა თავისი დის სახლი ეგრევე გაიტანა აუქციონზე, ანუ ცოტა ფუქსავატი ადამიანის რეპუტაცია აქვს ამ კაცს, ქონდა ამ კაცს. და მაშინ ის სახლი გადარჩა იმით, რომ იყიდა აკაკი ხოშტარიამ და შემდგომში წერლებს გადაეცათ ეს სახლი და ამ შემთხვევაში ადამ ფორაქიშვილს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ გადაესვენებინათ ეს ცხედრები და ამბობენ, რომ ნათესავებს გაახსენდათ, რომ ბეჭედი ეკეთათ ძალიან ძვირფასი, ზოგან ამბობენ, რომ სარაჯიშვილს ეკეთა და ის მოხსნეს, ზოგი კიდე ფორაქიშვილს. ამ შემთხვევაში არ იცვლება არაფერი, მიცვალებულებს მოხსნეს ეს ბეჭედი და ეს თანხა გამოიყენეს. ეს თანხა გამოიყენეს გადასასვენებლად. პირველად მათი გადასვენება მოხდა ვაკის სასაფლაოზე და აი გვაქვს ფოტო, სადაც ჩანს აი ვაკის სასაფლაოზე მათი საფლავი ის გალავანი, აი ნახეთ, გალავანი შემოავლო ციციშვილმა, რომელიც არის ენისელის, კონიაკ ელისელის შემქმნელი, ძალიან დიდ ვალში მყოფი, ასე ვთქვათ, ვალში რა დაეხმარა ძალიან დავით სარაჯიშვილი და იმისათვის, რომ ვაკის საფლავებში არ დაკარგულიყო ეს სარაჯიშვილის საფლავი, აი მისი ინიციატივით და დაფინანსებით კი. და შემდეგ უკვე 1995 წელს უკვე სარაჯიშვილის ქარხნის, ანუ კომპანიის მესვეურებმა, გვარიც არის ბუბუტეიშვილის ინიციატივით გადაწყვიტეს მისი გადმოსვენება ქაშვეთის ეზოში. ანუ ქაშვეთის ასაშენებლად სარაჯიშვილის ინვესტიცია არის განუზომლად დიდი, ანუ ძალიან დიდი თანხები ჰქონდა ჩადებული. გადმოასვენეს და თქვენ ხედავთ, რომ სადაც დაასვენეს, ახლა კი არის ჯიხური, რაღაცა მაღაზია, რომელიც არ იყო გადმოსვენების დროს, ეს მერე დააშენეს ზემოთ ეს მაღაზია და ძალიან ბევრი თხოვნები იყო, თუნდაც აი იგივე ქაშვეთის ეკლესიაში და შემდეგ უკვე 2004 წელს მესვეურებმა ამ სარაჯიშვილის ქარხნის საპატრიარქოს მიმართეს თხოვნით, რომ იქნებ მომხდარიყო აი ამ მაღაზიის სხვა ტერიტორიაზე გადატანა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. აი მაგალითად ინტერნეტში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აი რა წერილები გაიგზავნა, რა პასუხი დაბრუნდა უკან. ერთ-ერთ პასუხში წერია, რომ სასურველია მიცვალებულის გადასვენება საერთოდ სხვაგან და პირდაპირ სურათშიც კარგად ჩანდა, რომ აი მანქანაც კი დგას მის გვერდით და პირდაპირ აი ზედ საფლავზე არის ეს გაკეთებული და აი წარწერა აი ამ ჯიხურის და პარკინგის ფონზე მადლიერი შთამომავლებისგან ცოტა ირონიულად გამოიყურება ეს წარწერა. ეხლა რაც შეეხება სხვა საფლავებს, ამას წინათ ვიყიდე წიგნი ბუკინისტებში დიდუბის პანთეონზე და აღმოჩნდა, რომ წიგს მოყვება რუკა 111 საფლავის შესახებ, ეს რუკა არის 111 საფლავი იყო მონიშნული და ესე იგი ისეთი საინტერესო ადამიანების საფლავები აღმოვაჩინე, რომ მე თვითონაც არ მახსოვდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ დასაფლავებული. ანუ ვის ეკუთვნის, ისიც აღრიცხულია. რა თქმა უნდა. ეს წიგნი არის 1950 პანთეონის რუკა არის, ოღონდ 1957 წლამდე იმ წელს არის ეს წიგნი გამოშვებული და ერთ-ერთი პირველი ვისი საფლავის მოსაძებნადაც წავედით, მე და ჩემი მეგობარი, ეს იყო პაოლო იაშვილი. შეიძლება არც გვახსოვდეს ამ რეპრესიების შემდეგ, ანუ ისეთი მოვლენები იყო, საბოლოოდ სად დასაფლავდა ეს ადამიანი. პაოლო იაშვილმა, როგორც ვიცით, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა მწერალთა სახლში და მისი თვითმკვლელობა მაშინდელი რეჟიმის მიერ შეფასდა როგორც პროვოკაციული აქტი, რომელიც ზიზღს უნდა იწევდეს ყველა პატიოსანი მშრომელის გულში, ანუ ეს ციტირება არის ბერიას მიმართვიდან. და ყველას აეკრძალა საერთოდ მისი შვილის მოგონებებიდან ჩანს, რომ მეორე დილით მორგში ძლივს ვიპოვეთო ეს ცხედარიო და არავის არ მისცეს ნება გაყოლოდნენ. ერთადერთი იყო კოლაუ ნადირაძე, ვინც გაყვა ამ ცხედარს და დაასაფლავეს პეტრე პავლეს ეკლესიაში, ისე რომ არ მისცეს საშუალება წარწერა გაკეთებულიყო და უბრალოდ მოხდა საფლავის დანიშნა. რის შედეგადაც აი გადარჩა ეს საფლავი და საბოლოო ჯამში აი აქ არიან ეს ფოტოზე ცისფერყანწელები მონიშნული და საბოლოოდ როდესაც მოხდა საერთოდ ხსენება პაოლო იაშვილის აიკრძალა და საერთოდ რეპრესირებული ადამიანების და 1955 წელს მოხდა რეაბილიტაცია.
და მოვიდა ესეთი ქაღალდი ოჯახში ერთი ყვება მეგობარი ოჯახის რომ აი ქაღალდი მოვიდა და თქვეს რომ აი ყველაფერი ანუ რეაბილიტირებულია მისი წიგნიც გამოვიდა და 1957 წელს სწორედ აი ამ პეტრე-პავლეს სასაფლაოდან მისი ცხედარი იქნა გადასვენებული დიდუბის პანთეონში. ესენი არიან სურაძე, ვისაც ხედავთ, სიმამრი და სიდედრი, ოქრომჭედლიშვილი სერებრიაკოვი იყო მისი ძალიან მდიდარი პირველი გილდიის ვაჭარი იყო მისი სიმამრი, რომელიც ასევე იყო დასაფლავებული დიდუბის პანთეონში. მან სხვა თემებიც იყო პანთეონში. ეს არის მეუღლე პავლო იაშვილის. და ნახეთ საფლავი პავლო იაშვილის, რომელიც აი ძალიან ისეთი ემოციური იყო. გარდა აი პავლო იაშვილის საფლავი ესე გამოიყურება დიდუბის პანთეონში. თვითონ იმ წიგნში 57 წელს რომელიც გამოვიდა წერია რომ პაოლო გარდაიცვალა ტრაგიკულად, არაფერი მსგავსი წერია და რომ ის იქნა დასაფლავებული 57 წელს გადმოსვენებული დიდუბ მხოლოდ ეს მცირე ინფორმაცია წერია. გარდა პაოლო იაშვილისა ცისფერყანწელებიდან, აი ვისი საფლავიც ნახე, ეს არის კოლაუ ნადირაძე და აქვე არის ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინო მაყაშვილი. ტიციან ტაბიძე ვიცით რომ საერთოდ არც არის ცნობილი მისი ცხედარი, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძის შვილი, ეს იყო ნიტა ტაბიძე, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა, ისიც აქ არის დასაფლავებული. ეხლა შეიძლება გაგვიშვეს კითხვა, რომ ნინო მაყაშვილი როგორც ტიციანის მეუღლე ესე იყო დასაფლავებული. ნინო მაყაშვილიც იყო ასევე მთარგმნელი. მაგალითად გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და კიდე ვიღაცების ტიციანის ნაწარმოებები აქვს თარგმნილი რუსულად. ანუ მხოლოდ როგორც ტიციანის მეუღლე ესე არ არის. ეხლა სხვა საფლავებს რაც შეეხება, მოკლედ დიდი ამბავია დიდუბის პანთეონში აუცილებლად ღირს დათვალიერება და ნახვა. აი მაგალითად ელენე ახვლედიანი არის დასაფლავებული დიდუბის პანთეონში, ასევე ქეთო მაღალაშვილი, ესენი ერთად იყვნენ პარიზში წასულები. სხვა საფლავებიდან მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ იეთიმ გურჯის საფლავი, ერთ-ერთი ძველი საფლავია. იეთიმ გურჯი, ანუ დაბღიშვილი, მედაბაღის, ანუ დაბაღიშვილი, მეტყავების შვილი იყო და წერდა ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და იყო დაპატიმრებული, იმიტომ რომ აი ამ მებრძოლი იყო აი ამ რუსული იმპერიალისტური რეჟიმის და 4 წელი მაშინ იჯდა ციხეში. აი იეთიმი თურმე ყოფილა თურქული სიტყვა და ობოლს ნიშნავსო ესეთი რაღაცები. შემდეგი მაგალითად მე არ მახსოვდა რომ დებიშხნელები არიან დიდუბის პანთეონში დასაფლავებული, იმიტომ რომ დებიშხნელები მონუმენტი ქუთაისის პარკში დგას, საოცარი მონუმენტია და მაინც რაღაცა ძალიან გამიხარდა, როდესაც ნახე დებიშხნელები დიდუბის პანთეონში. 1940 ოფიციალური ანსამბლი, მაშინ იყო სულ ვაჟთა ანსამბლები და ერთ-ერთი პირველი ქალთა ანსამბლი იყო 1951 წელს შეიქმნა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აი ქართული სამხმიანი ქალაქური სიმღერის დახვეწასა და პოპულარიზაციაში. ძალიან მაგარი ქალები გვყავდა მოკლედ. კიდევ ვისი საფლავიც ძალიან მომეწონა, ეს იყო არტურ ლაისტი, გამიხარდა უბრალოდ აქ რო იყო, ეს არის ქართველოლოგი, ჩვენ შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ არქიტექტურაზე, რადგან გამოჩნდა ეს სურათი, ეს არის აი ნაძერწობები, ეს არის შავგულიძის აი პირველი ესეთი მონუმენტი, ძალიან სპეციფიური რაღაცა ის გვაქვს საფლავის ქვები, ზოგადად საფლავის ქვებზე და საფლავების კულტურაზე ჩვენ ერთი გადაცემა გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საფლავების ქვებია, მაგალითად იგივე კუკის პანთეონში და აი სხვაგანაც. აი არტურ ლაისტის თემას დაუბრუნდები. არტურ ლაისტი ეს არის გერმანელი ქართველოლოგი, ილია ჭავჭავაძის მოწვევით იყო თბილისში ჩამოსული და ეს არის ვეფხისტყაოსნის თარგმნელი. ზოგადად ევროპული ენებიდან პირველი ენა, ვიზეც ითარგმნა ვეფხისტყაოსანი, ეს იყო გერმანული ენა და არტურ ლაისტიც საკყოლია დიდუბის პანთეონში. ასევე არტურ ლაისტმა გაზეთის რედაქტორი იყო კავკაზიშე პოსტის
და ახლახან აი ჩვენ წიგნის ფესტივალზე ვიყიდე ესეთი წიგნი გამოცემა გვაქვს რა იწერებოდა კავკაზის პოსტის რას წერდა რას მოგვითხრობდა უაღრესად საინტერესოა აი გაგიზიარებთ ერთხელ აუცილებლად და ემირ ბურჯანაძე გრაფიკოსი მხატვარ მონუმენტალისტი რომელსაც ეკუთვნის თბილისის გერბი და თბილისის დროშის ავტორია ეს 2005 წელს გვაქვს ეს გერბი. ნახეთ აი როგორი საინტერესო გერბია, მთლიანად ეფუძნება თბილისის დაარსების ლეგენდას. აი თანი, თლასო, ეს არის ხოხბის და შევარდენი ერთად არის გაერთიანებული. ეს მუხის რტო არის როგორც სიძლიერის და მარადისობის სიმბოლო და გამოყენებული აქვს სამივე ანბანი, ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული ანბანი. ასევე 7 მუნიციპალიტეტის აღნიშნული ეს ვარსკვლავი და ძალიან აი ჩვენ ქალაქმა შეიყვარა აი თქვენ როდესაც დადიხართ მაგალითად ისტორიულ უბნებში იქ ყველგან არის ეს გერბი მოცემული და რა ვიცი 2024 წელს გაჩნდა ესეთი იდეა რომ იდეა არა მოკლედ იცვლება ეს გერბი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ წინააღმდეგობაშია ჰერალდიკის წესებთან. გამოცხადა კონკურსი, მგონი ვიღაცამ გაიმარჯვა კიდევაც და ნახოთ, აბა ამაზე უკეთეს რას გააკეთებენ და რას შეცვლიან. ასევე ემირ ბურჯანაძე არის თბილისის დროშის ავტორიც, რომელიც ასევე სავარაუდოდ შეიცვლება. და გვაქვს რამდენიმე ფოტო აი სპეციფიკასთან დაკავშირებით, აი რაც თვალში მომხვდა დიდუბის პანთეონში, ეს არის აი ხელები, ბევრი ხელის, ანუ მაჯის მონუმენტი იყო, რო დავინახე, ზოგი იყო დირიჟორის, ზოგი პიანისტის და რაღაცა სხვადასხვა საფლავზე, აი რაღაცა განსხვავებული თვალშისაცემი ის იყო საინტერესო მონუმენტები. მთლიანობაში დიდუბის პანთეონი და ზოგადად ესეთი პანთეონები ძალიან მდიდარ ისტორიას ინახავს და დათვალიერება კიდევ ერთხელ ამ ისტორიის შეხსენება და იმ ადამიანების ნამდვილად ჩვენ კი გქონდა ერთგვარი ექსკურსია ელზასთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ რეკომენდაცია მთავარი ეს არის, რომ მივიდეთ და ვნახოთ და გადავიმეოროთ ეს ყველაფერი და ბევრი საინტერესო სხვა თვალით აღქმული უკვე შეგვიძლია მით უმეტეს ამ საუბრის შემდეგ ვნახოთ და დავიმახსოვროთ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ელზა. ჩვენს გადაცემას რეკლამა გააგრძელებს, რეკლამის შემდეგ ძალიან მალე შევხვდებით დროებით.